Selfish with a cute one. Bank account look good, it's a new one. You the type like the type of computers. Got a mask, but you ain't no shooter. Top 10, but she don't act bougie. Me and your friends can go to a room. Get friends, it depend on my mood. Maybach Benz, this ain't no Uber. You could go bun for bun. Fuck that, we can go M for M. Mama got a body like Kim and them. Mama been killing that gym. We can go watch from chain to chain. The rings on him. I done got rich, but I'm still with this shit. Land in London and go to the ends. Go bun for bun. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ წინა ვლოგში შემოგთავაზეთ Subaru Outback 2014 წლიანი და 2001-იანი, 2000 წლიანი უпроსორად Nissan X-Trail-ის მცირე ოფროადი. მოკლედ ესე იგი Nissan-ის გულშემატკივრების მხრიდან ამას მოყვა საკმაოდ პროტესტი და მესმის, იმიტომ რომ Subaru Outback-ს რატომ ადარებო, რომელიც არის ბევრად ახალგაზრდა გარბენი ძმას აქვს ნაკლებიო. ნუ გარბენი იმანქანას არ ქონდა, ამანქანაზე ნაკლები პრინციპში, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ის ბევრად ახალგაზრდა იყო, ნუ მესმის ეს პროტესტი. მაგრამ აქ არის ახლა ერთი ესეთი რეალობა, რომ X-Trail არის საკმაოდ მაღალი და ამ პერიოდში ამ წლოვანების დროს Subaru-ს ფაქტიურად ესეთი სიმაღლის მანქანა არ ყავდა. ერთი არის Outback-ი, შედარებით სხვა Subaru-ებთან შედარებით ოდნავ მაღალი, თუმცა არ არის იმ სიმაღლის, რომ გაუწიოს მას კონკურენცია ამ ამბავში, თორემ ნუ ეხლა თვითონ მოჭიდების ამბავი, ბლოკიროვკის მუშაობა და პრინციპში Subaru-ს ვიცით ყველამ რომ არის ძალიან კარგი. ესე იგი ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ ვერ ვიპოვეთ და არ ყავდა ამ ეტაპზე ესე უცებ Subaru Outback-ი, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ თვითონ ჩემი შვილის მანქანა Subaru Legacy, რომელიც ოდნავ აწეული არის მისი სიმაღლე, შევადაროთ ასე ვთქვათ და გავაკეთოთ რაღაცა შედარებები ოფროადში თუ როგორ გაუწევს მას წინააღმდეგობას. მაგრამ მე ვიძახი აქ რომ კონკურენცია ძალიან რთული იქნება X-Trail-ისათვის გაწევა, იქიდან გამომდინარე რომ ეს არის საკმაოდ დაბალი და თან გრძელი. მე დღეს მომეხმარება ნომერი 2 ადამიანი, რომელიც სულ ნერვებს მიშლის, მაგრამ დღეს ის დაჯდება თავის საყვარე X-Trail-ზე და მე ვიქნები Subaru-ზე. შენ თუ მზად ხარ, მაშინ მე გავედი. Sergey, მე მზად ვარ. წავედი! ეხა გაჩვენებ ამ მანქანის ძალას. შენ ვინ გააფარჩაკე, ბიჭო, შენ როგორ ამას როგორ დააჯვი? კარგად დააკვირდი ჩემი მანქანის შესაძლებლობებს. ირაკლის მაგარი მანქანა ყავს და ამ მანქანის გაყიდვა რატო უნდა არ ვიცი. რა უნდა იყიდოს ამაზე უკეთესი მშვენივრად დადის. ამ ფაში ამაზე უკეთეს მანქანას ვერ იყიდით ძმაო. სულ რაღაც 3000 თუ 3200 ღირს. ერთი რთული აღმართი მარტივად დავძლია. აბა ვნახოთ შენ თუ ამოყარ შენი Subaru-თი. ნომერი 2. მე შევძლებ მაგას, აი ნახავ ეხლა რა გავაკეთო. წავედი ჩემო Subaru. ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დაბალი არის და თან გრძელი X-Trail-თან შედარებით ეს მანქანა, მე მაინც მჯერა რომ ეს Legacy თავის სიტყვას იტყვის. ნომერი 2. შემდგომია რომ მე აქ ვერავა, არ უშინდება. Subaru არ უშინდება ჩემთან ერთად. მე ყველგანა ვარ. არ მაქვს არანაირი პრობლემა. ცოტა მოვაბუქსავეთ. ნომერი 2 მაინც ხო შევძელი ამოსვლა. კი მართალია, შედარებით ოდნავ დააბუქსავა ვიდრე შენმა, მაგრამ მაინც ამოვიდა. სხვათა შორის ამ მანქანას 240 აქვს გარბენი და შენსას 198. ესეც კარგად დაიმახსოვრე. ეხლა კიდე უფრო რთული აღმართი. სხვათა შორის ვიდეოში არ ჩანს კარგად, მაგრამ დაკიდებული არის. წავედი. დაგენძრა Sergey, დაგენძრა. ამ აღმართს გეფიცები. ვერ ამოხვალ. შენ თუ ამ აღმართს ამოხვალ, მაშინ მე შენ ვლოგებში აღარ მოგიშლი ნერვებს, მაგრამ თუ ვერ ამოხვალ ნერვებს სულ მოგიშლი. მოკლედ ეხლა ისეთ ადგილას უნდა გავიდე, რომ ნამდვილად მე თვითონ მეეჭვება, რომ ეს იქავა. მაგრამ ნახოთ მაინც. ბიჭო, ავიდა!
სადავიდო ბიჭო, არ მეჯერა შენ დასვისა ვარ, აქ თუ ავიდო და არ მეჯერა ბიჭო. დედას გებიცები დაბყოლება არ არსებობს Subaru-თვის. რატო არ გესმით ეს დედანატირები? ამ მანქანას 240,000 აქვს გარბენი. 2004 წლიანია წარმოიდგინეთ. მეტი რა უნდა გააკეთოს? ქალაქში კომფორტული არის. შიგნით სალონი აქვს, რა ვიცი, მე მომწონს, ძალიან ლამაზი არის. ხარისხიც შვენიერი და იდეალური მისი ბიუჯეტიდან გამომდინარე. მერე გარეთა ფორმებს დააკვირდით, როგორი მომგვალებული, როგორი ლამაზი. აი, რა ვიცი, უგზობაში კარგი არის. ტალახში დადის, ყინვაზე დადის, არ ვიცი, მოკლედ. კი, X-Trail ამ შემთხვევაში ჯობია, იქნება გამომდინარე, რომ უფრო მაღალი არის. და ასე ვთქვათ, მას შეუძლია უფრო სირთულეები გადალახოს მეტად, ვიდრე ამ მანქანას. მაგრამ ეს მანქანა არც არის პრინციპში გათვლილი იმაზე, რომ მაინდა-მაინც მთაში, ტყეში და ღრეში უნდა იაროს. თუმცა, ამასაც კი არ უშინდება. ამიტომ მომწონს მე მისი უნივერსალობა, ის რასაც აკეთებს. შესაძლებლობები Subaru-ში საკმაოდ კარგი არის რა. ამ შემთხვევაში ეხლა ნომერი 2 როიჯ და Nissan X-Trail-ზე მართლა მშვენივრათი არა. კარგი მანქანა არის. იმ ხრივ რომ ესეთ უგზოობას უმკლავდება, მაგრამ გეუბნებით რა, ესეთი გრძელი მანქანა და ასეთი პატარა სიმაღლით ამდენს აკეთებს. აქედან გამომდინარე მიყვარს და ვაფასებ Subaru-ს. აბა ეხლა ჩასვლა ვსინჯოთ, როგორ ჩავალთ. დავიჯერეთ, არ ჩამორჩება, არაფერში არ ჩამორჩება. ჩვენ შევადარეთ ერთმანეთს 2004 წლიანი Subaru Legacy და X-Trail, Nissan X-Trail 2000 წლიანი. მოკლედ, სადაც X-Trail-მა იარა, ყველგან გავიდა Subaru Legacy-ც, არსად არ გაჭირვებია, უბრალოდ რამოდენიმე ადგილას, სადაც ძალიან ასე ვთქვათ, ისეთი უხეში გზა იყო, რამოდენიმე ადგილას Legacy მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ოდნავ მიწას შეეხო. ეგ სხვაობა იყო. დანარჩენი, სადაც იარა X-Trail-მა და ვაღიარებ, რომ მართლა კარგად იარა, ასევე მშვენივრად მიყვა Subaru Legacy და ფაქტიურად მას წინაღობა არ ქონია. ყოჩახ, მე ეს მანქანა დღეიდან კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, იმიტომ რომ ერთ ადგილას ისეთი ცუდი გადასასვლელი იყო და ისეთი დაკიდებული აღმართი, ნამდვილად არ მეგონა რომ ეს მანქანა ამდენ შეძლებდა, მაგრამ ყოჩახ Subaru-ს ძალიან მაგარი არის. მოკლედ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ვიდეო დაალაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. კი ბატონო, მეც ვაღიარებ დღეიდან Subaru-ს. ყოჩახ.